ბრაიაშჩით თამ ათხო პართამ მანიე კუნჯარა შაუჩავად. მაყურებლებს, რომლებიც ახლა ტელეეკრანებთან სხედხართ, გირჩევთ, რომ მოდუნდეთ და კომფორტულად მოეწყოთ, რადგან რამდენიმე წამში სულ სხვა სამყაროში შეგახედებთ. ჰარე კრიშნა. არსებობს ფიზიკური სხეული, რასთანაც ჩვენ ახალს ვაიგებთ, მაგრამ არსებობს ასევე სულიერი სხეული, რომელიც იმყოფება ჩანასახის მდგომარეობაში. როგორც მაგალითად მარცვალი წარმოშობს გარკვეული პროცესის შემდეგ ხეს, ფოთლებს, ტოტებს, ნაყოფს, ასევე სული ახლა იმყოფება ჩანასახის მდგომარეობაში და ფაქტი იოგას პრაქტიკის შემდეგ ერთგული მსახურების პრაქტიკის შემდეგ სული იძენს თავის თავდაპირველ ბუნებრივ მდგომარეობას. ის იძენს ტრანსცენდენტურ სხეულს, რომელსაც ქვია სატჩიტანანტ, ანუ მარადიული ცოდნით და ნეტარებით ახლავსი სხეული. ბედნიერება და უბედურება ეს არის მატერიალური სამყაროსთვის დამახასიათებელი ცნება. ანუ ორმაგობა. ჩვენი მიზანი უპირველესად არის ეს, რომ გავხდეთ თირა, აუღელვებელი, ყოველ ტრაგიკულ თუ ბედნიერ სიტუაციაში. ანუ ბედნიერებასაც და უბედურებასაც ერთნაირად უნდა შევხვდეთ. ჭკუის მდგომარეობა, ცნობიერება, გარემომცველ სამყაროსაც ცვლის. ჭეშმარიტი გურუ მხოლოდ არის ერთი. ღმერთი არის ბავშვი. ის ცეკვავს, ის მღერის, ის ფლეიტაზე უკრავს, ის არის ულამაზესი, უმშვენიერესი, ყველაზე ლამაზი სამყაროში და მას მოწონს, როდესაც ადამიანები მის გამო ცეკვავენ. მე ვარ მარადიული სული, როგორც ყოველი ცოცხალი არსება. ახლა შეიძლება მგონია, რომ ვარ რატი, ვარ 20 წლის, მაგრამ ცოტა ხანში შეიძლება 2 საათის ვიყო და შევიცვალო გარეგნულადაც. საბოლოოდ მომიწევს ამ სხეულის დატოვება. და როგორ გავიქნები რატი მაგალითად, ან სხვაგან რო დაუბადებულიყავი, მე ექნებოდა სხვა სახე. გარეგნულად შეიძლება რაღაც განსხვავებები დაინახოს ადამიანმა, თუნდაც ტანისამოსში ან რიტუალებში, მაგრამ სიღრმეში მაინც ყველა რელიგია ერთ და იგივეს ქადაგებს. ჩვენ გვაქვს 4 ძირითადი აკრძალვა, ასე ვთქვათ, 4 პრინციპი, რომელსაც ვიცავთ, არ ვიღებთ არაძალადობრივ საკვებს. ალბათ ბევრი ახსნა არ ჭირდება, იმიტომ რომ ცოცხალი არსებები არიან ცხოველებიც და არ ვფიქრობთ, რომ მათი მოკლა საჭიროა. აზარტულ თამაშებს არ ვთამაშობთ, არაკანონიერი სექსით არ ვართ დაკავებული, არ ვიღებთ ალკოჰოლს, ნარკოტიკს. ღმერთს ბევრი სახელი აქვს, სხვადასხვანაირად ეძახის და ეს ყველაფერი მოგვიტანა, ეს წმინდა სახელები მოგვიტანა 500 წლის წინ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ. ჩვენ რა თქმა უნდა ვაღიარებთ რეინკარნაციას, რეინკარნაცია რომ არ ვაღიაროთ, გამოდის რომ ღმერთი უსამართლოა. დილა საერთოდ ძალიან კარგია მედიტაციისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ ავდგეთ დილით ადრე და რამდენიმე საათი მედიტაცია გქონდეს ღმერთის წმინდა სახელებზე. ლოცვა ჩვენთვის არის ღმერთთან კავშირი და მისი წმინდა სახელების გამეორება.
My name Daivata. ჩემი ხორციელი სახელი დაივატა. აუცილებელია ადამიანებმა გააცნობიერონ, როგორც ცხოვრობენ დღეს ისინი. სულ სადღაც ეჩქარებათ, არიან მუდმივ ქაოსში და აბინძურებენ გარემოს. სვამენ დაბინძურებულ სასმელს, იკვებებიან არაჯანსაღი საკვებით. კრიშნა გვეუბნება, ვიცხოვროთ მშვიდად, ბუნების წიაღში, ცხოველებთან ერთად და მივიღოთ ყველაფერი ნატურალური. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ჩვენ მიმართ დისკრიმინაციული განწყობები აქვთ, თუმცა ჩვენ ეს არ გვაღელვებს, ჩვენ involved in any religion.